მოესწრება თუ არა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება კითხვის ნიშნები ამ თემაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც მერიამ ქართულ ბანკიდან 10 მილიონიანი გრანტი მიიღო. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი და სპორტის სამინისტრო ამ ფულთან რაიმე კავშირს უარყოფენ. გრანტის სავარაუდოდ მერიამ უნდა დახარჯოს. სწორედ ამ თანხის მიზნობრიობის გასარკვევად დღეს ოპოზიციონერი დეპუტატი თბილისის მთავრობის ხდომაზეც მივიდა, თუმცა შეხვედრა ისე დასრულდა, რომ თბილისის მერს ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია. საკრებულოს დეპუტატმა თბილისის მთავრობის ხდომაზე დასწრების ნებართვა ვიცემერისგან ტელეფონით მიიღო. მანამდე კი სევდია უგრეხელიძეს დაცვის სამსახურმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხდომაზე მისვლა ბიუჯეტის იმ ცვლილებების განხილვის გამო გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც ფონდი ქართულ ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის 10 მილიონს დახარჯავს. უგრეხელიძე ოლიმპიადისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას ეჭვქვეშ აყენებს. ის თანხა 10 მილიონი, რომელიც ქართულ ბანკის გრანტია და ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ უნდა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში დაიხარჯოს, რამდენიც ჩვენთვის ცნობილია, ისევ ოლიმპიურ კომიტეტში წავარშიშობთ, რომ ეს არ აღმოჩნდეს კორუფციის წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, თბილისის მერს ამ თემაზე საერთოდ არ უსაუბრია. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა კი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილის შეუსრულებლობაში თბილისის ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა. პროექტებიც კი არ იყო შეძენილი, ცვილედი სამუშაოები იყო დაწყებული და ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ყველას მოუყარეთ თავი, კოორდინაცია გაუკეთეთ სამუშაოებში. ბრალდებებს დღეს ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემაც უპასუხა. ალექსი ახვლედიანი ქართულიდან გამოყოფილ 10 მილიონთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. კომიტეტის ხელმძღვანელი საკრებულოს დეპუტატების არც იმ შენიშვნას იზიარებს, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილ ვადებში ვერ მოესწრება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის ღირსებისთვის მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმის გამოყენება ხდება პირადი ინტერესებისთვის. არც ერთი დამატებითი თეთრი არც მოგვითხოვია, არც მიგვიღია. საორგანიზაციო კომიტეტი მუშაობს დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად. ოლიმპიური ფესტივალისთვის ქართულს მიერ გამოყოფილ 10 მილიონთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ სპორტის სამინისტროში. ამის შესახებ განცხადება უწყების წარმომადგენლებმა დღის ბოლოს გაავრცელეს. სამინისტროს ინფორმაციით სადავო 10 მილიონს მხოლოდ თბილისის მერია განკარგავს.